მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა გელოდებათ არკანი პენტაკლების ხუთიანი, არკანი კვერთხების ტუზი, არკანი ხმლების მეფე. ნუ უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას რომ თუ რაიმე სახის მენტალურ ან ფინანსურ კრიზისში იყავით, ამ კრიზისიდან თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. იცით, პენტაკლები კი არის უფრო მეტად მატერიალური, ხო? მაგრამ როდესაც მე ვშლი დაუკვირვები ვარ ძალიან ბევრჯერ, რომ პენტაკლების ხუთიანი ხშირ შემთხვევაში არის უფრო მეტად რაღაც მენტალური კრიზისი. ხოლო თასების ხუთიანი კი პირიქით უფრო ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე წამოსული მენტალური კრიზისი არის ხოლმე. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში აქ რაც არ უნდა იყოს თქვენ გამოდიხართ ამ ენერგიებიდან, კიდევ კონკრეტული ხმლების მეფე ჩანს აქ, რა უნდა ამ ხმლების მეფეს ნახოთ აბა კვერთხების ცხრიანი. კიდევ ერთი თასების ტუზი და არკანი შეყვარებულები, უფროსი არკანი. მეგობრებო, ამ ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ფრთხილად იყავით ინფორმაციის გაზიარებასთან. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი ვისთანაც გავთ კარგი კომუნიკაცია, ყველა მეგობარი და ყველა მოყვარე ნამდვილად არ არის. ათასნაირი ადამიანი არსებობს და ისეთი შემთხვევებიც საკმაოდ რეალური არის, როდესაც ადამიანთან თითქოს წლები ხარ, წლებია რაც იცნობ, მაგრამ რეალურად საერთოდ არ იცი მისი რეალური სახე. და შემდგომ ადამიანი ძალიან გულს გტკენთ, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავის არ უნდა ენდოთ, უბრალოდ ამ ერთი კვირის განმავლობაში ცოტა ფრთხილად იყავით ინფორმაციის გაზიარებასთან. მით უმეტეს რაღაც მოულოდნელი სიხარული ან რაღაც მოულოდნელი იდეა, აზრები თუ მოგივათ თავში, უმჯობესია არავის არ გაუზიაროთ, თქვენთვის შეინახოთ, მაქსიმუმ ჩამოწეროთ თქვენთვის. იმიტომ რომ ეს ენერგია თითქოს წაგერთმევად თუ ვიღაცას გაუზიარებთ, ამიტომაც ხო, ფრთხილად იყავით.